უმრავლესი მადლობა ბატონ მიხეილ, ბატონ ვასილ რომ მოიცალეთ. დღეს ფინალური შეხვედრა გვაქვს, ვეჯიბრებით ერთმანეთს იმაში თუ ვის როგორ უფრო გიყვარს, ხა ვიცით რომ წარმატებული. რა თქმა უნდა. კი ბატონო. მაგრამ მოდით დავამტკიცოთ ეს ყველაფერი, ვის უფრო მეტად გვიყვარს ეს ამბავი. კი ბატონო. კი ბატონო, ბატონო. მე დავიწყებ თუ შეიძლება, ვრემია იწყება და მინდა მივუსწრო. ეგრევე დავიწყებ. ვრემია კარგია. მოგლედ ბატონო, ანუ რა ვიცი, რა გითხრათ. მე ისე მიყვარს ეს ქვეყანა, ისე მიყვარს რუსეთი, რომ ბიძაჩემს, თვითონ ბიძაჩემს რუსეთი დავარქვი. და 17 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადავჭიმე, იცით, ბიძაჩემი თვითონ და ეხლა ამ დღეს მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიძა მყავს. კი ბატონო. ბატონო ვასო, შემიძლია ხო? ჩავერთო უკვე შემიძლია ხო? რა თქმა უნდა, შეგიძლია. მე ისე მიყვარს ბატონო ვანო და საერთოდ საზოგადოება მე ისე მიყვარს რუსეთი რომ საკუთარ სამშობლოს როცა ვღალატობ ფულსაც კი არ ვიღებ ამაში. რატო კაცო? სიამოვნებას მე ვიღებ და კიდე ფული ავიღო ხამო ბატონო ვანო ეგ უკვე ნუ როგორ გამაცინა ბატონო ვანო როგორ გამაცინა მე იმდენად მიყვარს რუსეთი ბატონო ვანო რომ ინგლისურადაც კი რუსული აქცენტით ვსაუბრობ იცით please tell me what are you doing how are you how let me speak from the bottom of my heart of my heart რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იყო ბატონო მე ბატონო ვანო გიგებთ მე ბატონო ვანო რუსეთის სიყვარულით საკუთარი თირკმელი ამოვინერგე და მის ადგილზე ჟიგულის ნივის ფილტრი ჩავინერგე აი ესე მიყვარს რუსეთი სხვათა შორის მუშაობს ფილტრი რას მიქვია როდესაც ხერხემლის მეხუთე და მესამე მალას საერთოდ ამოვაგდებინე რომ პუტინის სიმაღლე გავხდარიყავი აბა რა და საერთოდ მე ისე მიყვარს ეს ქვეყანა რომ პირჯვარსაც მარტო ერთი მიმართულებით ვიწერ იცით თუ არა პირჯვარსაც დააკვირდით ჩრდილოეთი მორჩა დამთავრებულია თქვენ ასე ბატონო ვასო ამ თემას ეხება მე ისე მიყვარს რუსეთი რომ ჩემთან სახლში ხატების კუთხე აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთისკენ გადავიტანე რათა უფრო ერთმორწმუნე გავხდარიყავი ბატონო ვანო ჩამოგხსენი ყველა აქეთ გადმოვიდა ამ ქვეყნის სიყვარულით ბატონო ვანო მოცარტის ყველა სიმფონია ბალალაიკაზე გადავიტანე მეტი რა გავაკეთო ბატონო ვანო მამაჩემის სასუნთქი აპარატი გავყიდე და იმ ფულით 120 კილო ნუგა კამფეტი ვიყიდე რუსული ნუგა კამფეტი ახლა საქციელი დიდი არაფერი მაგრამ საკურთხზე ტკბილი არ მოკლებია ბატონო ვანო მე ისე მიყვარს რუსეთი რომ პოლალურ დაცვაც ბაბაიას მეძახი ბაბაიას კაი ბაბაიას ვლადიმერ ხომერიკის ჩამოცვენილ ულვაშებს ვაგრობებ რომ მე დიდი შევაგროვო და თმებად გადავიდე რუსეთი ისე მიყვარს პუტინს რომ აგინებენ მე მის მაგივრად მას ვлогინებ ბატონო ვანო აი ეხლაც რომელმაში აგინეთ თამუნა ბატონო ვანო რომელ სლოგიზია საუბარი რუსეთი იმდენად მიყვარს რომ რუს ნაშებსაც დებილით ვუყურებ დასავით ვუყურებ ბატონო ვანო ძალიან ისეთი კი ბატონო ჩემთვის იმდენად ძვირფასია რუსეთი რომ ალა პუგაჩოვ რომ ეხვეწებოდა რომ ვაცო ცოლად მომიყვანეო მე მაქსიმ გალკინი გავაცანი თქვენი სისხლის აღრება არაფრით არ შეიძლება მეთქე არაფრით მე იმდენად მიყვარს ეს ქვეყანა რომ სამშობლოს სადღეგრძელოს უშანკა ქუდით სვამს ოღონდ რუსეთი არ დაიკარგოს ჩემში ოღონდ ეს ლამაზი ეს ულამაზესი ენა ესმოდეს ჩემ ხურებს თუ გინდათ ყოველწუთს იდი ის მეძახდეთ ყველა მე იმდენად მიყვარს ეს ქვეყანა ბატონო ვანო იმდენად მიყვარს რომ ჩემ შვილებს რუსლანი და რუსუდანი დავარქვი მთელი ოჯახი რუს თავში ვცხოვრობ დღისით ბავშვებს რუს თაველზე ვასეირნებ საღამოს რუს თაველს ვუკითხავ და ჩემი ცოლი კვეტენაძეა აუ კვეტენაძეა რა კვეტენაძე კაცო მე რუსიკო კვეტენაძე მე ისე მიყვარს რუსეთი რომ რუსულ საბრძოლო ხელოვნება დავამუღავე ბატონო ვანო დიახ რუსული საბრძოლო რა არის ეს დასაკეთე კაცო გაჩერდი მე მგონი ეს არის დიახ რუსული საბრძოლო ხელოვნება ფაქტიურად დამარცხებული ხარ ბატონო მიხეილ ძალიან დიდი მადლობა მადლობთ